აი ნახეთ პროსტა სოფელში რა სიტუაცია. სად არის ესეთი სიმწვანე თბილისში ბოტანიკურ ბაღში თუ ნახავ თორე სიმწვანე კი არა ამას ბურდი უფრო ქვია. აი როგორ საშინლად ვიმგზავრე იცით? ისე საშინლად ვიმგზავრეთ, ეხა სახში მივალ, სულს მოვითქვავ და მოგიყვებით ამ საშინელი მარშრუტკით ვიმგზავრეთ. ცუცქნა წრიპა მარშრუტკა იყო, იმდენი სკამები იყო მარშრუტკაში, რომ გასაქანი არ იყო. ფეხის დასადებიც, ფეხი მოკლედ რა. ვიჯექი ისე რა ქვია, ერთ პოზაში ფეხს ვერც წინ წევდი, ვერც უკან წევდი, ვაფშე ვერ ვამოძრავებდი ფეხს. მოგესალმებით. სოფელში ვარ. რა კარგია ხალხო ცხოვრობა. ჩვენი წყალი უნდა დავლიო. სოფლის წყალი. მონატრებული სოფლის წყალი უნდა დავლიო. და რა თქმა უნდა ყავაც. ერთი დღით ვარ აქ, მაგრამ სულ რო 1 საათით ვიყო, თქვენთვის ვლოგს მაინც ჩავწერდი სოფლიდან. ვაიმე. რა თქმა უნდა სულ სხვა სოფლის წყალი, მაგრამ მე დიდად წყლის გარჩევა არ ვიცი, ჩემი ძმა არის რა ვიცი, წყლის ის არის ტესტერი, რასაც ქვია თბილისში რო ჩამოვიდა ვერ სვავდა ეს არა ქვია იქაურ წყალს, აქედან ბიჭებს აბარებდა ხოლმე რომ წყალი წამოიღოთ სოფლიდან. ხო და ეს რა ქვია, მოქონდა სოფლის წყალი და ხანდახან რო არ ქონდა ხოლმე სოფლის წყალი, მე ნელ-ნელა შეეჩვია თბილისის წყალს, თორე წყალს არ სვავდა იქაურს. აუ როგორ მიყვარს ეს სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველია, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, პოლიც, ჭერიც, კარადებით, ყველაფერი რო სარემონტოა, მიუხედავად მაგისა მაინც ჩემია და მიყვარს რა. იქეთ დანარჩენი ყველა ოთახები გარემონტებულია. ეს სუნელები ვიყიდე, რა თქმა უნდა, ეხა იტალიაში მივდივარ და იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს სუნელები რო არ წაუღო, სხვა რა უნდა წაუღო. ყავა უყვარს ძალიან დედაჩემს და დეიდაჩემს დაფქული. აქ რო იყვნენ საქართველოში. ყოველთვის დაფქულ ყავას ფქვავდნენ, შენს თვალწინ ფქვავენ ყავას და ეგეც სვავდნენ და დედაჩემმა კი მითხრა რომ ყავას აქაურს სვავთო და არ გინდაო არ წამოიღო, მარტო სუნელი წამოიღეო, მაგრამ 10 ლარის არაბიკა და ლამბადა ვიყიდე, ამას ვსვავდით მე და დედიკო ყოველთვის. დეიდაჩემი სვავდა ნესკაფეს, მაგრამ ნესკაფე და მეორე ყავა კიდე ლამბადა მე მგონი, მუქი ყავები არის ეს დეიდაჩემისთვის და ეს დედაჩემისთვის. ადრე მოდიოდა, ადრე მახსოვს მამაჩემი რო წავიდა პოლონეთში თუ სადღაც წაიღო ყავა მამაჩემმა უცხოეთში და აი ეს პარკი რო გაძეძგო მთლიანად. აი ეს პარკი ძლივს რო შეკრა, მაგდენი მოვიდა 20 ლარის, მაგდენი მოდიოდა 20 ლარის ადრე და ეხლა ეს არის 20 ლარის. ყველაფრის ფასები მატულობს. ცოტა არ არის ეხა, მაგრამ ყველაფრის, ბევრად უფრო მეტი მოდიოდა რა. ეს ყავა ვიყიდე 20 ლარის, დაფქული სუნელი 2 ლარი ღირდა, ნახეთ რამდენია. ეს არის შერეული სუნელი ვიყიდე 3 ცალი. ამას ყველაფერში ვიყენებ ხოლმე მე და ჩემებსაც ამას წაუღებ 3 ცალს. ეს რა ვიცი, მშრალი აჯიკაა თუ სვანური მარილის მაგვარი რაღაცა, ესეც 2 ლარი ღირდა, 10 ლარის სუნელები ვიყიდე რა. და ეს არის რა კაი სუნია, ქქინძი მე მგონი. სხვა ისეთი არაფერი არ იყო, რომ სხვა რამეც მეყიდა. ეს სუნელები ვიყიდე, ყავა ვიყიდე, წასაღებად იტალიაში და სხვა არ ვიცი რა წაუღო ეხა.
ისედაც ყველი და სულგულს თვითმფრინავით მე ვერ წავიღებ ვერც მჭადის ფქვილს და რამე ეგეც იმით რა ქვია ამანათით თუ გააგზავნით თორე იმით ვერ წაიღებ რა ქვია ვაიმე გული გამისკდა მიკროფონს ხო აქ ხუნღულა რაღაცა და ხელი რო ჩამოუსვი მეთქი ხოჭო მაზის თქო და ძალიან მეშინია ეგეთი რაღაცეების ობობების და მწერების და ეგეთი რაღაცეების ძალიან მეშინია მოკლედ ეხლა მოვადუღოთ ყავა გავიდეთ გარეთ და მოგიყვებით ყველაფერს როგორ ვიმგზავრე როგორ მომწონს სოფელი რას ვგზნობ რას განვიცდი უბრალოდ ამას უნდა მოვაკლო ეხლა აქ ყავა არ დამხვდა რა თქმა უნდა ამას უნდა მოვაკლო და მოვადუღო დიდი ჭიქით ყავა 4 საათია უკვე ადრე წამოვედით და მალე ჩამოვედით ეს მაიკა ჩავიცვი აქ დამხვდა ჩემი ძველი მაიკა ეს როდის ვიყიდე იცით 3-4 წლის წინ ხო და ეს არა ქვია ესე ჩემი ნაყიდი მადუღა რა აუ როგორი ბედნიერი ვარ ვერ წარმოიდგენთ რომ სოფელში ვარ მაგრამ ყველაზე ცუდი განცდა რაც არის ეხლა ამ წუთას ამ ეტაპზე ყველაზე ცუდი განცდა რაც არის მაგას გეტყვით აუ შუქი ურტყავს ფანჯრიდან ძალიან ცუდად და უბრალოდ აზრი არ არის მაგას მოგიყვებით რო გავალ გარეთ ყავას რომ მოვადუღებ მერე ანუ სიცარიელე არის ყველაზე დიდი გულის ტკივილი და ყველაზე უარყოფითი მხარე ეხლა აქ ყოფნაში სიცარიელე ნუ თბილისშიც ეხლა სულ მარტო ვარ ძირითადად ჩემ ძმას ძალიან იშვიათად თუ ვნახავ სახლში მოსულს მაგრამ აქ არ ვარ მიჩვეული რა სოფელში სიცარიელეს და ანუ ამ ოჯახში ყოველი შემთხვევისთვის რა ვიცი სიცარიელე არასდროს არ ყოფილა ხო და ეს ყავებიც რა ვიცი უნდა დავსკოჩო ან რაღაცა უნდა ვქნა ბევრ პარკში გავახვიო ანუ პირველი ფრენა როა რა ცუდია ხალხო ყველაფერზე ნერვიულობ იქ ჩანთა წონა მეტი არ იყოს ან რაღაცა იქ რამე ისეთი არ წავიღო რასაც დამატოვებიებენ მაგალითად აპარატურა რა ვიცი ხა დეზადორი და სუნამო და ეგეთ რაღაცებს არაფერს არ წავიღებ იმიტომ რომ მაინც დამატოვებიებენ მაგრამ აპარატურაზე ნერვიულობ რა ვიცი ხა მიკროფონი მიმაქვს აპარატურა რასაც ქვია კიდე მიმაქვს ესა რა ქვია გადასაღები კამერა წყალშიც რო იღებს ეგ კამერა გამომწერმა რო გამომიგზავნა და მიმაქვს კიდე აიქოსი ელექტრო ანუ გეცო რავი ვინც იცით რა სიგარეტები როა პატარა მოკლე სიგარეტები ხო და იმედი მაქვს რომ რომელიმეს არ დამატოვებიებენ პირველი ფრენა როა მაინც ყველაფერზე ნერვიულობ და განიცდი ფრენის არ მეშინია ანუ ექსტრემის მოყვარული ვარ და სიმაღლეების და ფრენის და ეგეთ რაღაცების არ მეშინია და მაგას არ განვიცდი უბრალოდ განვიცდი რავი ამ ჩემოდნის და ბარგის ამბებს რა ჯერ არ ვიცოდი რა ჩამედო დედაჩემაც მითხრა რომ ერთი ზედა ქვედა ჩაიცვიო და სხვა არაფერი არ წამოიღო ყველაფერს გახვედრებ აქო ტანსაცმელს ქვეყანასო მაგრამ ჩემი გემოვნება და თან რადგანაც ამდენი ახალი ტანსაცმელები ვიყიდე ყველა მინდა რომ წავიღო იმის გამო რომ კაი ფოტოები და ვიდეოები გადავიღო იტალიაში და ეს რა ქვია ძლივს ჩავალაგე რა ძალიან გაიბერა უბრალოდ ჩანთა და ვფიქრობ რომ რაღაცები ამოვაკლო წონაში არ იქნება მეტი მაგრამ იცით რა არის აი ჩემოდანს რო დებენ აეროპორტში 4 კუთხედი რკინის ის რო დგას რა ქვია ჩვეულებრივი რკინა რო დგას 4 კუთხედი და ჩემოდანს რო დებენ მან ხო უნდა ჩაეტიოს მაგაში და ნუ ჩემოდანი ახლა 4 კუთხედია და ერთი ფორმა აქვს მაგრამ ზურგჩანთა ძალიან გაბერილია და ესა რა ვიცი ახლა ამ საღამოს გამოგვიგზავნიან ბილეთის იმას რა ქვია ჩეკინს და იქ წესით უნდა ეწეროს ყველაფერი ჩანთის ზომა, წონა, ყველაფერი უნდა ეწეროს წესით იქ და ხვალ დღეს საღამოს ჩემ ლოგინში დავიძინებ ძალიან მიყვარს აქაური ჩემი ოთახი და ჩემი ლოგინი
ვგიჟდები, ჩემგემოზე მაქვს მოწყობილი განათება, ფოტოები, ისა ყველაფერი ჩემგემოზე მაქვს მოწყობილი და დღეს ჩემ ლოგინში გემრიელად დავწვევი, დავიძინებ. ძალიან გადაღლილი ვარ ხალხო. და ხვალ ესე 12-ისკენ დილის, შუა დღის 12-ისკენ წავალთ აქედან. არა, 12-ზე უკვე აეროპორტში რო ვიყოთ, იმიტომ რომ 4-ს რო 15 უკლია, ეგრე ფრენა გვაქვს და 1-3 საათით ადრე მაინც ხო უნდა იყო რეგისტრაციაზე აეროპორტში. და წავალთ აქედან ესე 12-ის ნახევრისკენ. რამდენი ვლოგები მაქვს ხალხო ამ ოთახში გადაღებული არ მოგენატრათ? სულ ესე კუთხეში დავაყენებდი კამერას. არ მოჩანს ყავის ჩამოსვლა. და ესა რა ქვია. ყოველთვის აქ ვაერთებდი ხოლმე ამ მადუღარას. აი ამ კუთხეში ვაერთებდი ხოლმე ყოველთვის მადუღარას და აქ ვიღებდი ვლოგებს. გამოვრეცხავ მადუღარას და გავიდეთ გარეთ. ეხა კი იცით კი არა, ალბათ გეცოდინებათ, რომ სოფელში არავინ არა ვართ. ძალიან სამწუხაროა. ანუ ამ ოჯახის მოკლედ რა გავიდეთ გარეთ, დავჯდეთ, გემრიელად ყოხტათ და დაგელაპარაკებით. აი რა სიმწვანეა, ნახეთ რა. რა სიმწვანეა და თან ეხა მზე გადავიდა, ცოტა მოიღრუბლა და ესა რა ქვია. უკან რა სიტუაცია არ ვიცი. კი ხედავთ როგორი ბურდებიც არის. აი ესე დავაყენებ აქეთ კედლისკენ კამერას და გაგესაუბრებით. მოკლედ რა ვიცი, ალბათ გეცოდინებათ, რომ მე და ჩემი ძმა თბილისში ვართ გადასული. დედა ჩემი ემიგრაციაშია, მამა ჩემიც ემიგრაციაში იყო, მაგრამ არ ვიცი გითხარით თუ არა დაახლოებით 2 კვირის ჩამოსულია, იმიტომ რომ პოლონეთში კი იცით როგორი სასტიკი შრომაც არის, ანუ ჯერ ისრაელში იყო, თურქეთშიც იყო, მამა ჩემი ადრე ვამბობ. პოლონეთში ორჯერ იყო. პირველად ძალიან დიდი ხანი ემუშავა, 2 წელზე მეტი იმუშავა, როგორ სიტუაციაში იცით? აი კატასტროფა მუშაობაა რა, დილის 5 საათზე სამსახურში რო უნდა იყო უკვე და 17 საათიან სმენებს რო აბავ, როგორ სამსახურში იცით? კატასტროფა, აი ცემენტის ქარხანაში და ეგეთ რაღაცებში რო მუშაობ 17 საათი, ძალიან რთულია. ძალიან რთულია. და ეხლა კი ახალი წასული იყო, დედიკო და მამიკო წავიდნენ ერთად სოფელში და სოფელში რაღა იყო და იტალიაში წავიდნენ დედიკო და მამიკო ერთად. კაი 1 თვე, 2 თვე იყვნენ იტალიაში დამსაქმებლებზე, ანუ დამსაქმებლების იმედად იყვნენ, რომ ესა რა ქვია, იქნებ ცოლქმრის სამუშაო რაღაცა გამოჩენილიყო, მაგრამ 1 თვე, 2 თვე ელოდეს ცოლქმრის სამუშაო არაფერი არ იყო. ძალიან რთულია იტალიაში კაცის მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველია ისეთი, ვინც სახელს უფუჭებს საქართველოს აი ამ მოპარვებით და ქურდობებით რა. ანუ მუშაობა არ შემიძლია რო ამბობენ და უცხოეთში რო გარბიან მოსაპარats და მთელ მის ცხოვრებას ციხეში რო ატარებენ რა, მოკლედ. ყველას თავის ცხოვრება აქვს, რა თქმა უნდა და არავის არ გამსჭი. მაგრამ ძალიან ბევრმა ქართველმა გაგვიფუჭა სახელი უცხოეთში, ევროპაში და შესაბამისად ქართველებს არ ასაქმებენ ძირითადად იტალიაში არსად, იმიტომ რომ ეშინიათ. კაცებს არ ასაქმებენ და ქალებს ასაქმებენ. მე იტალიიდან წავიდა მამა ჩემი პოლონეთში, ისევ დაიწყო მუშაობა იქ. 1-2 თვე იმუშავა და ვეღარ გაუძლო, წელი ატკივდა რაღაცა და ჩამოვიდა თბილისში სამკურნალოდ. უკანა მხარეს წელზე გაიკეთა ოპერაცია, აუ რა ქვია, მითხრა და აღარ მახსოვს. ანუ ნახეთ, წინაზე რო ჩამოვიდა, აი როგორი დადიოდა, იცით, მაშინ იყო მამა ჩემი ზოგადად, მე რაც მახსოვს,
ახალგაზრდობაში იყო მარტო ესეთი სუსტი არ იყო, მაგრამ ტანწერწეტა ესე ვთქვათ, მაღალი, საშუალო ტანადობის და სიმპათიური იყო ახალგაზრდობაში, სანამ მე გავჩნდებოდი და რაღაცა და მე რაც თავი მახსოვს, იმის მერე სულ მსუქანია მამაჩემი, სულ ღიპიადებს საზამთროსავით და წინაზე რო ჩამოვიდა მამიკო საქართველოში, აი რა ჭირდა იცით? აი ზურგის გვერდითა მხარე, ცალი მხარე ქონდა გამობერილი და აი ესე იყო გადახრილი და ესე დადიოდა რა. გადახრილი დადიოდა, ანუ სერიოზული პრობლემა ქონდა. მერე პოლონეთშიც იმკურნალა სამსახურმა დაუფინანსა მკურნალობა და ეხლა ამ ეტაპზე ისევ დაეწყო პრობლემები. ძალიან რთულია რა ეგეთი გრაფიკით მუშაობა და ჩამოვიდა ისევ საქართველოში თბილისში იმკურნალა, მივაკითხეს ავადმყოფოში გუშინ მითხრესო რომ ხვალ გაგწერთო და მომაკითხეო ესაო რა ქვია უნდა გამწერონო და წავიდეთო და მივაკითხე ტაქსით და არ გამწერესო ანუ ხვალ გაგწერთო ეგრე მითხრესო და რა ვიცი დაუჯექი ცოტა ხანი ველაპარაკე საჭმელი ხო არ გინდა მეთქი რამე მაღაზიიდან რო წამოგიყვა არაფერი არ უნდა და ქონდა ყველაფერი და ველაპარაკე ცოტა ხანი წამოვედი მერე და მეორე დღეს ბიძაჩემმა მიაკითხა რომ გამოწერეს და ეხა რუსთავშია ბიძაჩემთან სანამ ცოტა ხანი სანამ ფიზიკური დატვირთვა და რაღაცა არ შეიძლება რუსთავშია და მერე ჩამოვა სოფელში და მიხედავ საქაურობას. ხო და იმას ვამბობდი რომ რადგანაც ყველა ძალიან სამწუხარო ფაქტია ნახეთ ეხა როგორ ვარ იცით? ყველაფერი მინდა მოვასწრო ამ ერთ დღეში, აი თქვენთან ლაპარაკიც, აქაურობით ტკბობაც, გარეთ გასვლაც, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან ჩამოსულები, ზაფხულობით ივსება სოფელი, გარეთ გასვლაც მინდა გასეირნებაც, ფრთხილებიც მაქვს დასაჭრელი. ყველაფერი მინდა მოვასწრო და ცოტა აფორიაქებული ვარ თქვენთან ლაპარაკს უჩქარობ ისე რაღაცნაირად, მაგრამ მინდა გელაპარაკოთ გემრიელად. აი ამ სახლის კარებს დავხურავ, ქარმა მიაჯახუნა. მოკლედ, მე არ მახსოვს. ჩემ ძმას ახსოვს უფრო. მე არ მახსოვს. აი აქ ამ ეზოში იდგა პატარა ძველი ქოხი, ხის სახლი, რომელიც უკვე დანგრევის პირას იყო და მამაჩემმა რომ დედაჩემი მოიყვანა ცოლად, ჩვენ ცხოვრობდით სხვა სახლში. ეგ მახსოვს, ანუ როგორ გითხრათ, ანუ სხვისი სახლი გქონდა ჩაბარებული, თან ვუვლიდით და თან ცხოვრობდით და წყალდიდობაც მახსოვს მაგ პერიოდში. ცხენის წყალთან მდინარესთან ახლოს არის ეგ სახლი რა, არც ისე ახლოს, მაგრამ ეგ მდინარე ადიდ და თან სასწაული წვიმები იყო და დიდი წყალდიდობა მახსოვს. ხო და მერე რო გადმოვედით იმ სახლიდან, ჩემი სკოლის პერიოდში იყო თუ ბაღის პერიოდში არ მახსოვს, დაიწყო ამ სახლის მშენებლობა. ნუ სოფელში რა თქმა უნდა ერთმანეთის გვერდში დგომა იციან და ამ ხელა სახლს მარტო ორი ადამიანი ვერ მოერევა, მთელი სანათესაო და მთელი სამეზობლო როგორ მახსოვს რომ ამ სახლის შენებაში გვეხმარებოდა. მაგრამ ძალიან რთულია იცით რა? აი ნულიდან დაიწყეს ყველაფერი დედაჩემმა და მამაჩემმა ეს ამ ხელას სახლი ეხა რო გამახსენდება რემონტის პერიოდი და რაღაცა, იცით რა მახსოვს? ძალიან კარგად მახსოვს, აი საფუძეო თუ რას ეძახიან მაგას ბოდიშთან სიტყვისთვის ბალავერი რო ჩაასხეს. აი ამ სახლის ზომები რო აიღეს მოკლედ და კრუგში რო ესაქნეს, რა ქვია, ფიცრებით გააკეთეს ბალავერი, მახსოვს დიდ ბრტყელ ქვებს ვალაგებდი ამ სახლის იმაში ფუძეში, რა ქვია, ბალავერში და როგორ მახსოვს რომ აი ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დიდ ქვებს ვალაგებდი იმაში კრუგში. მერე ცემენტის ჩასხმაც მახსოვს. დანარჩენი არაფერი არ მახსოვს, მერე მახსოვს მამაო რომ მოიყვანეს და აკურთხა ფუძე და მერე უკვე მახსოვს ბლოკის დაწყობაც. და რემონტს რაც შეეხება, რემონტი ძალიან კარგად მახსოვს, ანუ მეც დავყვებოდი ჩემებს, დიდი მარშრუტკით მივდიოდით, ძალიან ბევრ რაღაცებს ყიდულობდით და მოკლედ აი ამ სახლის შენებაში იმხელა შრომადევს, რომ ძალიან რთულია რა, მაშინ გამომგზავნით არავინ არ ყავდათ ჩემებს, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან.
დედაჩემმა და მამაჩემმა ყველაფერი გააკეთეს. მამაჩემი ისეთი კაცია, ვიღაცა თუ არ ყავს გვერდში ისეთი, ვინც გამოაცოცხლებს და მიცემს მუშაობის мотивაციას, ისე ზარმაცუნაა რა. ზარმაცი კაცია, ბუჯურია კაცია და დედაჩემი აცოცხლებდა მამაჩემს და ეს სახლი ნულიდან დაიწყეს ყველაფერი, როგორ მახსოვს სესხებით, ვალებით, განვადებებით, ესე ძროხის ღორის ფულით, ყველით, სულგუნით, რამხელა შრომა ამ სახლში ჩადებული რო ვიაზრებ, ეხლა გული მწყდება, რომ ესეთ სიტუაციაშია სიმართლე რო გითხრათ. ანუ ნახეთ რა პირველ რიგში რას გეტყვით. დააფასეთ ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც ეხლა ხართ. ჩემი ყველაზე დიდი რჩევა იქნება და რა ვიცი, ვინც სწორად გამიგებს, იმიტომ რომ სწორ რჩევას გაძლევთ რა. დააფასეთ ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც ეხლა ხართ. მადლობელი იყავით ღმერთით, რომ რაც გაქვთ და იკმარეთ ის, რაც გაქვთ. იმიტომ რომ მე რო სოფელში ვიყავი, ეხა ბავშვობიდან აქ ვიყავი, აქ ვსწავლობდი ბაღშიც, სკოლაშიც, აი ერთი სული მქონდა, აქედან როდის წავიდოდი, იმიტომ რომ ეს ერთფეროვანი ცხოვრება მობეზრებული მქონდა. და თბილისში რო წავედი, მაგის მერე დავაფასე აქაურობა, იმიტომ რომ აქ რო ჩამოვდივარ, სულ სხვანაირ სიმშვიდეს ვგრძნო, მთელი სხეული დამშვიდებულია, აი შინაგანად, გარეგნულად, რა ვიცი, ყველანაირად მშვიდად ვგრძნობ თავს აქ რო ჩამოვდივარ. უბრალოდ რა არის, იცით? თბილისში უფრო მეტი განვითარების საშუალებაა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თბილისში რო ვარ, თითოეულ დღეს იმაზე ვფიქრობ, რომ აი წინ როგორ წავიდე, რაღაცა როგორ გამოვასწორო, რაღაცა როგორ შევქმნა ჩემი მომავლისთვის უკეთესობისკენ, მივისწრაფი ყოველთვის და რა შევცვალე უკეთესობისკენ, სულ იმაზე ვფიქრობ რა, როცა თბილისში ვარ და აქ სოფელში არ არის განვითარების საშუალება. პირველ რიგში ჩემი აზრით მთავრობამ, მარტო მთავრობაც არ არის ამ საქმეში, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანამ რაზეც უნდა იზრუნოს, მოკლედ არის ის, რომ ცოტა განვითარების საშუალება მიცეს რაიონებში მაცხოვრებელ ხალხს და мотивация და სურვილი იმისა, რომ სოფლებს მოუარონ და არა ესე მიტოვებული რო არ მიატოვონ და ევროპაში რო არ გაიხიკონ. კი რა თქმა უნდა, ეხა საქართველოს ბიუჯეტისთვის კარგია ევროპიდან წარმოიდგინეთ რამდენი თანხა იგზავნება საქართველოში, რა ვიცი, ემიგრანტების ფეხზე დგას მთელი ბიუჯეტი, მაგრამ რაღაცა უნდა იყოს განვითარების საშუალება. კი არის პატარ-პატარა რაღაცები და ფინანსებები, იქ სათბურს თუ გააკეთებ იმას ამას, მაგრამ ძალიან რთულია, მაინც ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა იცით? პირველ რიგში განათლება. სოფელში არ გაქვს განვითარების საშუალება, რამ ხრივ იცით, სოფელში თუ იშრომებ ვირულად, საჭმელი სასმელი გექნება, ნატურალური. ეგ არის და ეგ, პატარ-პატარას ნელ-ნელა თუ შეამატებ რაღაცეებს. მე ბავშვობიდან მინდოდა ყოველთვის, რომ საკუთარი შემოსავალი მქონოდა, ძალიან ბევრს ვფიქრობდი მაგაზე, 16-17 წლის რო ვიყავი, მინდოდა, რომ უკვე სამსახური მქონოდა, მაგრამ აი სოფელში არანაირი მსგავსი სიტუაცია არ არის. სოფელში არანაირი სამუშაოები არ არის, ძალიან იშვიათად და ეგეც რა ვიცი, თხილის კრეფაზე თუ ივლი, სიცხეში ვირივით თუ იმუშავებ დილიდან საღამომდე და 50 ლარს ჩაიდებ ჯიბეში და იმ 50 ლარად სიგარეტს იყიდი, წვენს იყიდი, საღამოს სახლში მოხვალ საჭმელს იყიდი, აღარ არის 50 ლარი. всё. ვირივით უნდა იშრომო თხილებში, ხეკვაში, კრეფაში, ეგეც სეზონურია და 50 ლარს ჩაიდებ ჯიბეში და მორჩა. არც არაფერი არ არის და ქალაქში ახლა რაც შეეხება აბაშას, ძალიან ბევრჯერ ყოფილვარ 17 წლის ასაკში, მომიულია ყველანაირი ქსელური მაღაზია, რომ იქნებ დამეწყო მუშაობა. ერთადერთი ეგ იყო ხელმისაწვდომი რაიონში, რომ ეგეც რა როგორ იცით, 4-5 ქსელური მაღაზია დგას, 2 სპარია, 1-2 ნაბიჯია, მაგნიტიც არის, 4-5 ქსელური მაღაზია აბაშაში და ისიც როგორ არის ახლა იცით, დასწრებაზეა ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ ესეთი ხელმისაწვდომი რო არ არის სამსახურები
რაიონებში დასწრებაზეა. იმიტომ რომ მე ხა თუ დავიწყებ მუშაობას თქვათ რაიონში მაგალითად სპარში, ქსელურ მაღაზიაში. პირველ რიგში დიდი ხანი ვიმუშავებ, იმიტომ რომ სხვა სამსახურები დიდად არ არის. და თუ უკვე მომბეზრდება და თუ თავის დანებებაზე ვიფიქრებ, ისეთი სიტუაციაა, რომ მე ისევ ჩემიანს დავასაქმებ. მე რომ მივდივარ, ისევ ჩემიანს ვეტყვი, რომ მოდი, თუ გინდა იმუშავე და ეგეთი სიტუაცია არა რაიონებში ნაცნობობით და ეგრე ხდება დასაქმება და შესაბამისად არასოდეს არ იყო ხოლმე ადგილები, ყველგან ნომერს ტოვებდი, ესა რეკავდი რაღაცა ბავშვობიდან, მაგრამ რაიონებში და სოფლებში არ არის განვითარების საშუალება. და ეხლა როგორი სიტუაცია? თბილისში რომ მივეჩვიე ჩემებურ გრაფიკს, დრო გამყავს როგორ? მუშაობით, სამსახურით, უნივერსიტეტში სიარულით, ეგეთი რაღაცეებით რა. და სოფელში რომ ჩამოვდივარ, რა მემართება იცით? პირველი დღე მსიამოვნებს, რა თქმა უნდა. აი ეხლა დედაჩემი და მამაჩემი რო იყვნენ სოფელში, მე რო სტუდენტი გავხდი, ეგენი აქ იყვნენ. დედიკოც და მამიკოც. მე რო წავედი დედიკოს და მამიკოს რომ მოვწყდი, ესე ვთქვათ, სოფელს რომ მოვწყდი და წავედი ქალაქში, იქაურ ცხოვრებას რო გაუგეგემო, აი აქ რო ჩამოვედი, ერთი დღე ძალიან მესიამოვნა აქაურობა, მაგრამ მე მემართება აი რაღაცნაირი მოუსვენრობა რა. აი რო არიცი რა აკეთო, ტელეფონში ხარ მოგბეზდება, ჭამგბეზდება, აი საშინლად ვერ ვიტან ეგეთ რაღაცას. სამსახურშიც მემართება ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ აი საქმის კეთების თავი არ ამაქვს ხოლმე. ჭამით ჭამ უაზროთ და ისიც არ მინდა რომ ამდენი ვჭამო. ტელეფონში შევალ, იმის ყურება არ მინდა, ამის ყურება არ მინდა და კატასტროფა ეგ შეგრძნება, მოუსვენრობა რაღაცნაირად ეშმაკი რო არ გასვენებს სხეულში. ეგეთი რაღაც მემართება სოფელში ერთი დღის მერე უკვე აღარ ვიცი ხოლმე რა ვაკეთო აქ. თან მით უმეტეს მარტო რო ხარ. ხო და ესეთი სიტუაცია რომ არც ერთი სოფელში რო არა ვართ, აქაურობა არის ძალიან ისა რა ქვია ზაფხულში სოფელში ისეთი სიტუაციაა რომ ბალახი ეზო სამჯერ თუ არ მოცელე, მინიმუმ სამჯერ თუ არ მოცელე სეზონზე უცებ ამოდის ბალახი. იქ დააწვიმს, იქ მზე დააჭერს და უცებ ამოდის ბალახი და აი ძალიან ზედმეტად ბურდებია აქ. მაგრამ დედაჩემმა თქვა რომ ბარემ ერთიანად გაიზარდოსო ბალახიო და მე გამოვაგზავნე ფულსო და მოვაცელიებო მთლიან ეზოს. ხო და რა ვქნა? მე ვერ ვიცლი, ჩემმა ძმამაც მუშაობა დაიწყო, მამაჩემს არ შეუძლია, ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს. მე რომ მქონდეს საშუალება, სიამოვნებით ნელ-ნელა მოვცელავდი აქაურობას, მაგრამ 20 დღე გამიშვეს ეს სასწაულია. იმიტომ რომ მაღაზიაში ან მე უნდა ვიყო, ან მენეჯერი უნდა იყოს და ისეთი კარგი მენეჯერი მყავს, რომ 20 დღით გამომიშვა, ანუ რეალურად ერთ კვირაზე მეც მენეჯერსაც კი არ უშვებენ, ადმინისტრატორს კი არა. ხო და 20 დღით რო გამიშვა, რადგან უცხოეთში მივდივარ და რადგან დედიკოს სანახავად მივდივარ, ძალიან დიდი მადლობელი ვარ და სოფელში გავჩერდები. ეს ერთი დღე ხვალ დილას უკვე წავალ იტალიისკენ და იტალიიდან რო ჩამოვალ, კიდე ერთი დღე გავჩერდები აქ და მეორე დღეს წავალ თბილისში და ეგრევე სამსახურში გავალ, როგორც კი ჩავალ თბილისში, 1 საათში სამსახურში გავალ. ხო და ესეთი სიტუაციაა რა. ეხლა ეს ეზო მოცელილი რო იყოს, გაწკრიალებული ბალახი, ლამაზი ყვავილები, ჰამაკი, მაგიდა და სკამები იქ კარალიოკის ხის, ნიგოზის ხის ჩრდილში, ცივი ყავა, ცხელი პიცა, ცივი ყავა, ოჯახის წევრები რომ მოусხდებით ერთად სუფრას, ძალიან კარგი იქნებოდა რა. რეალურად ეხლა ეს ერთი დღე ჩემთვის აქ გატარებული ეს ერთი დღე ჩემთვის არის ყველაზე მეტად სიმშვიდე. აი ხო იტალიაში მივდივარ და ერთი სული მაქვს და იქაც ძალიან კარგად დავისვენებ, დარწმუნებული ვარ, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ აი ეს
ვიღაცისთვის რო არაფერია. აი თუნდაც აქაური მაცხოვრებლებისთვის, როგორც მე ვიყავი აქ რო ცხოვრობდი და მობეზრებული მქონდა აქაურობა, ეგრე არის ყველა აქ მაცხოვრებლები. აი მაგაცთვის რო ეს სიტუაცია უკვე მობეზრებული რო აქვთ, ჩემთვის ეხა მონატრებულზე აქ ყოფნა და აი თუნდაც ამ მოსაცელი ეზოს ყურება, ჩემთვის არის სრული სიამოვნება. ფოთლების შრიალი. იქ ჩემ წინ ვაშლატამა არის, ისეთი კარგი ვაშლატამაა დამწიფებული. იქეთ ვაშლს იმდენი ნაყოფი აქვს, ძალიან ბევრი. იქეთ წითელი ქლიავი, ბალი მოლეულია უკვე და ასეთ სიტუაცია დამხდა სოფელში. მაგრამ მოვა დღევანდელი საღამო და ისევ მომივლის მოусვენრობა და აი რა აკეთო რო არიცი, ეგ სიტუაცია მომივლის ისევ. ხო, ეხა ორიოდე სიტყვით გეტყვით იმასაც, როგორ მიმგზავრე. საშინლად, კატასტროფულად. ანუ აქედან, სადაც მე ეხლა ვარ, სოფლიდან დადის მარშრუტკა თბილისი აბაშარა. ანუ აქ ცხოვრობს ის მძღოლი, დილის 7 საათზე გადის აქედან, მოსახლეობთან გახვალ გაყვები. 12 საათზე უკვე თბილისშია და პირველზე გამოდის თბილისიდან სოფელში და ჩამოდის 5-ზე. მაგრამ ჯერ მე ჩემ ნათესავს ველოდებოდი კახეთიდან ჩამოვიდა თბილისში, ვისთან ერთადაც მივდივარ იტალიაში და საკმაოდ მალე ჩამოვიდა. არ ველოდი. ანუ ვაპირებდით, რომ არ მეგონა 12 საათამდე თუ ჩამოვიდოდა თბილისში და ვაპირებდით, რომ გამოვყოლოდით აქაურ მძღოლს. ძალიან კარგი მარშრუტკა ყავს და ძალიან კარგად მშვიდად დადის, წყნარად დადის მოკლედ და რა ვიცი 10 საათზე უკვე დიდუბეში ვიყავი უпростоრეთ 11-ის ნახევარზე და ეხა იმ მარშრუტკაზე ლოდინს გვერდში უნდა რომ რაც უფრო მალე ჩამოვიდოდი ჩემს სოფელში, მით უფრო კარგი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მით უფრო მეტად დავტკბებოდი აქაურობით და წამოვედით 11 საათზე და ჩამოვედით 3-ზე. ეხლა არის უკვე 5-6 დაიწყო. ჩემი პოლოსმაიკაც გაირეცხებოდა ამასობაში, ამ სიცხეში გაოფლიანდა და ესა გავრეცხე რომ ამაღამ გაშრება და ხვალ ჩავდებ ჩანთაში. ან შეიძლება ეგ ჩავიცვა, ვინ იცის რას ჩავიცმევ, რა ვიცი, მოვიფიქრებ. ხო და ანუ მე რო დიდუბეში გავედი, ჩანთით რომ ნახეს ეხა დიდუბეში ხო იცით რა სიტუაციაც არის და სად მიდიხარო, აბა მკითხეს, აბა ზუგდიდიო, ზუგდიდი კი არა, აბა ქუთაისი ვარ, მეთქი აბაშაში მივდივარ თქო და აი ეგ ის მარშრუტკა გადისო, მიდიო, 2 კაცი აკლია და გადისო, 3 კაცი აკლია და გადისო და მეთქი ნათესავს ველოდები ჯერ თქო და რამდენ ხანში მოვაო, მალე მოვა თქო და ნახევარი საათი ველოდე ნათესავს, მოვიდა და ჩავჯექით ამ მარშრუტკაში. რეალურად ნებისმიერ სხვა მარშრუტკაში რო ჩამჯდარიყავით სენაკი ზუგდიდის მარშრუტკაში აბაშამდე ყველას გამოვყვებოდით. იმიტომ რომ აბაშას ყველა ზუგდიდის სენაკის მარშრუტკები გადის ხოროწყუ. ხო და ჩავჯექით საშინელ მარშრუტკაში. აი ამ ხელა მოცუცქნული მარშრუტკაში სკამები ისე არის განლაგებული, რომ ვერ გაივლი. გავლაზე ზედმეტია საუბარი ამ მოცუცქნულ მარშრუტკაში, რომ 17 კაცი ჩაჯდება. უკანა მხარეს ვიჯექით ჩვენ, ანუ უკან ხო იცის როგორც არის ამაღლებულზე დგას სკამები და თან კიდე უკვე ყველას თავისი ადგილი ეჭირა, ჩემი ნათესავი მოვიდა და ზუსტად 2 კაცი აკლდა და გადიოდა და ჩემი ნათესავი დასვეს წინ როგორ იცით, ჩვეულებრივი მარშრუტკის სკამების გვერდზე ჩასასვლელ კარებთან რო გადმოსაწევი სკამია, ესე გადმოუწიეს სკამი და დაჯდა ჩემი ნათესავი და ეს ჩემი ნათესავი უკმაყოფილოა, რა თქმა უნდა, აქ უნდა დავჯდეო, იკითხა და მე უკან გადავედი. ეს ნათესავი წინ ზის, მე უკან ვზივარ, ანუ გვერდად კი არ ვიჯექით, რომ გზაში რაღაცა გველაპარაკა, გავრთობილიყავით, გვეთამაშა რაღაცა. მაგრამ არ ვიცი, ჩემი ნათესავს რო უკითხე, ეგეც ვერ იჯდა კომფორტულად და გემრიელად. მაგრამ მე ვაფშე საშინელ ადგილას ვიჯექი, ეს ამაღლებულზე რო ვიჯექი, ეს მუხლები ხო ესემედო მაღალზე, ანუ დაბლაც ვერ ჩაწევდი. ფეხს ოდნავ ვერ გაშლიდი. წინ ოდნავ ვერ გაწევდი წინ ფეხს, ან უკან. წინ მუხლები გქონდა მიჭეჭყილი. წინა
მხარეს მჯდომ ხალხზე და რა ვიცი თავს თუ ესე დაადებდი უკან სკამზე კისერი გქონდა გადაგდებული და კისერი გტკივდებოდა საშინელება იყო აი თავიდან არ მეგონა თუ გაუძლებდი მაგრამ რავი გზაში ვეცადე რომ დამეძინა და 1-2 რო დავიძინე მივხვდი რომ დრო უცებ გავიდა რა 1 საათი ისე გავიდა რომ მეძინა რომ ვერ გავიგე და ვაიმე რო გავჩერდით რიკოთზე ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი რომ ყავა დამელია სიგარეტი მომეწია და ამომესუნთქა ხო და რა ვიცი იქაც რიკოთზეც ძალიან ცოტა ხნით გავჩერდით და საბოლოოდ ჩამოვჩონჩიალდით აბაშამდე ისე ჩამოვედი რომ ბოდიში და ხან საჯდო მიმტკიო და ხან მუხლები მტკიო და ოდნავ თუ გავწევდი წინ ფეხს ან ოდნავ თუ გამოვწევდი უკან ფეხს ოდნავ თუ გავწევდი ტრაქს უკან ანუ საშინლად ვიმგზავრე მოკლედ რა ხო და რა ვიცი ეს ყავაც ნახევარი არ დამილევია თავს მოვიკლავე ხლა ანუ ამ ბურდებში ვიარე და შარვალი არ დამისვრია და ეს რა ვქენი აუ კაი რა სოფელი მაინც სოფელია რა ყავა გადავისხი ახალ ჯინსზე გადავისხი ყავა ანუ მაიკა რო გამოვიცვალე შარვალიც რო გამომეცვალა არა რამე რო ჩამეცვა აქაური ძველი დიდუბეში კი არა და რიკოთზე ისე ფრთხილად ვსვავდი ყავას არ გადამესხას თქო და აგერ არ გადავისხი არა და ის მიმაქ რა ქვია 2 ცალი ჯინსი მიმაქ 4 ცალი მაიკა 2 ცალი ფეხსაცმელი 2 კინკილა მიმაქ ყველაფერი და იმაზეც გადამერივნენ ჩემი გამომწერები რომ რა თქინდაო აქედან რომ მიგაკ ბარგი და ტანსაცმელიო იტალიაში სიაფეო დედაჩემიც მაგას მეუბნება მაგრამ რა ვიცი ჩემ გემოზე ვიყიდე ტანსაცმელი და ჩემ გემოზე ნაყიდი ტანსაცმელი მინდა წავიღო იტალიაში რა ვიცი აბა ჩაფს მულკაც კიდევ ემსგავსე მაგრამ რო გაშრება იმედია არ დაეტყობა თუ არა და მაიკა ჩამოეფარება იმაში რა ქვია ბურდებში რო ვიარე ის წეპოვანი ბალახია რაღაცა ლაქებივით გეტყობა და ფეხსაცმელი ხო გასაწმენდი გავხადე ახლა შარვალზე ყავა გადავისხი ხო და იმას ვამბობდი რომ საშინლად ვიმგზავრეთ აქეთობისას აქეთ მომავალი ავტობუსი არ იდგა ჯერ და ჯერ მაგაზე ლოდინი ამ ხელად ჩანთებით და მერე კიდე ისეთ სიტუაციაა ხოლმე ანუ ერთი მარშრუტკა დადის სულ აქ და ჯერ ხო 3 საათი უნდა ელოდო მარშრუტკაში ამოიხუთქო ამოიღვართქლო და მერე კიდე ეს რა ქვია იმდენი ხალხია რომ ფეხზე უნდა იდგე მოხუცი უნდა დასვა რა თქმა უნდა და შენ ფეხზე უნდა იდგე ელემენტარული ზრდილობაა და აი ეგ სიტუაცია ნამდვილად გვეზარებოდა და ჩავჯექით ტაქსში წამოვედით გემრიელად ტაქსით მოვედით აგერ სახლში შარვალს რა უქენი პროსტა ჯერ ხო ბალახებში დავსვარე მერე კიდე ანუ ის შავი შარვალი უნდა ჩამეცვა ანუ რა თქინდა გეხვეწები კაი ახლები იყიდე გიხარია რაღაცა მესმის მაგრამ ამ სიცხეში მგზავრობისას რომ ეს არ ჩაიცვა რა ქვია ახალი მაიკა და ახალი ჯინსი ჩაიცვი რამე უბრალო ხო რისი ისიც არ დაგენანება დასველება და დასვრა და ისახლები ჩაალაგე ჩანთაში და წაიღე იტალიაში ჩაიცვი არა ესეთი მავნე ვარ ანუ ტანსაცმელი მაქვს ხალხო ენ რაოდენობით ეს 300 ლარის ტანსაცმელიც რო არ მეყიდა ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს მე თბილისში დატოვებული სად ჩავატიო აღარ ვიცი იმდენი მაქვს მაგრამ მაინც ვიყიდე და მავნე ვარ უბრალოდ გუშინ მაგალითად თეთრი მაიკა გავაუთოვე ის ნახატები ქონდა მიკრული უთო რო გაუსვი კაიხანი ვაუთოვე და მე რო გაცხელდა ეს ნახატი და უთო რო გაუსვი უთოც გავაფუჭე და ის მაიკაც ის თეთრი მაიკა გადაუვიდა ის ნახატი რა
ძალიან მომწონდა, მაგრამ მეორადებში ნაყიდი 2 ლარიანი მაიკა იყო და არა უშავს. ესეთი სიტუაცია მოკლედ სოფელში. არ ვიცი ხა რა გამოჩნდება და ამ ბურდების დანახება თქვენთვის ისედაც არ მინდა. აქ არის ნახეთ ვაშლატამები როგორ კარგად მოჩანს. მესენჯერში რო ვაჩვენე დედაჩემს არ მოჩანდა ესე კარგად. აქეთ ვაშლატამები, იქეთ ეხა იმ ბურდებში აღარ შევალ რო კიდე არ დავისვარო. აი ნახეთ როგორი ის არის რა ქვია მოსაცელი და მოსავლელი აქაურობა. იქეთ ვაშლები იმდენია ძირსაც ყრია და ხეზე ძალიან ბევრი აბია და აი წინა მხარე არის ყველაზე სუფთა. იმიტომ რომ აქ მთელ გაყოლებაზე გვეყარა ესა დატეხილი ქვები, შებენი. აი აქედან აქამდე შებენი გვეყარა და ამ მხარეს ყოველთვის ძალიან ცოტა ბალახი ამოდის და აქეთაც არა უშავს კიდე. შვენიერი სიმწვანეა და აი აქეთ სახლის წინ არის კატასტროფა. ყველაფერი მოსაცელი, მოსავლელი, მაგრამ მიეხედება ყველაფერს, თავარია ჩვენ ვიყოთ კარგად. ჯანმრთელად და ღმერთის წყალობით ყველაფერს მიეხედება. კი გულდასაწყვეტია და ჩემზე მეტად დარწმუნებული ვარ. დედაჩემს და მამაჩემს წყდება გული ესეთ სიტუაციაში რო აქაურობა, მაგრამ კი იცით რომ სოფელში შრომა და შრომა. მეტი არაფერი არ ხდება. და გარბის ხალხი რას ვიზავთ? ისევ იმისთვის გარბიან რომ აქაურობა მოაწყონ ხა არის კი ემიგრანტები რომელიც ოჯახს მიატოვებს და გადაიხვეწება უცხოეთში და საერთოდ იქ მოიწყობს ახალ ცხოვრებას. ყველას თავის ცხოვრება აქვს როგორც უკვე გითხარით და არავის არ გამსჭი, მაგრამ რა ვიცი მე მაგალითად არ მეგულება ჩემს ანათლესაოში ისეთი ადამიანი ვინც ემიგრაციაში წავიდა და უკან არ დაბრუნდა. ანუ რა ვიცი შენი მიწაწყალი მაინც სულ სხვა, შენი ფუძე, შენი ოჯახი იქ სადაც დაიბადე, გაიზარდე, ყოველთვის გენატრება და ერთი სული გაქვს როდის ჩამოხვიდე. წავედი ახლა ხალხო, დაგემშვიდობებით უკვე გავალ მეგობრებს მოვინახულებ, კლასელებს, რა ვიცი ვინც კი არის ჩამოსული, მეზობლებს ყველას ვნახავ და ხვალე ერიჰა მოკლედ ახლა იტალიაში მოგზაურობის გეგმებს მოგიყვებით. ესეთი გეგმა მქონდა რომ იტალიაში მოგზაურობა გადამეღო როგორ იცით? აი როგორც ცნობილი მოგზაურები იღებენ პატარ-პატარა კადრები, დამაინტრიგებელი კადრები, საინტერესო და ერთ დიდ ვიდეოთ გადამეღო. ეს ჩემი მოგზაურობა. მაგრამ გარდა ამ პატარ-პატარა ვიდეოების შეკვრისა და მთლიანი მოგზაურობის ერთ ვიდეოში ჩატევისა, ესეთი ყოველდღიური ვლოგებიც მინდოდა რომ ამეტვირთა, მაგრამ რას მოვახერხებ, რამდენად მოვახერხებ, ნახოთ რა ვიცი, ისეთი მორცხვი ვარ კი იცით რომ ვერსად ვიდეოებს ვერ ვიღებ და ეხა დიდი იმედი მაქვს რომ აეროპორტში და მით უმეტეს უცხოეთში, უცხოელებში და დიდი იმედი მაქვს რომ არ მომერიდება გადაღება და ყველაფერს გადავიღებ. ყოველ შემთხვევაში აი ესე არ გამოვჭდები სახლში, ყავით ხელში. ყველაფერს დაგათვალიერებიებთ იქაურობას, რასაც მე მოვინახულებ საინტერესო და ლამაზ ადგილებს, ყველაფერს თქვენც გაგათვალიერებიებთ და მოკლედ ჩემთან ერთად გამოგზაურებთ თქვენც. ძალიან მიხარია ხა თბილისში მართლა უკვე აღარაფრის თავი აღარ მქონდა, აღარც სამსახურის ნერვი აღარ მქონდა, აღარც იტალიაში წასვლა მინდოდა, უბრალოდ მინდოდა ძილი. ისეთ დღეში ვიყავი, ისეთ გადარბენებზე ვიყავი და ეხლა აქ უკვე მშვიდად ვარ. ისე მშვიდად ვარ, რომ რა ვიცი, სასწაულად. აბა თქვენ იცით, წავედი ახლა როგორც გითხარით, გავივლი, გამოვივლი საღამოს რომ მოვალ, წყალი უნდა გადავივლო. ჩანთიდან რაღაცეები, პატარ-პატარა რაღაცეები ამოვაკლო ჩანთას და ეს სუნელები და ყავები ჩავალაგო და სხვა რა ვიცი, დედაჩემს ვკითხავ თუ რამე წამლები უნდა ისეთი რაც იტალიაში არ არის, სიტყვაზე ხვალ ვიყიდი ქალაქში და წასვლამდე ჩავდებ ჩანთაში ჩავტენ. აბა თქვენ იცით,
კოცნით ყველას. ხამის 12 საათია ხალხო, დაახლოებით 1 საათის საათნახევრის მოსული ვარ სახლში, გავისეირნე, ნახე, რავი, ყველა მოვინახულე, ვინც კი მენატრებოდა, დავტკბი აქაურობით, მეზობლები, ბავშვები, ყველა ვნახე, გავისეირნე, ესა, მოვედი სახლში და ფრენაზე მეტად ხალხო რაზე ვნერვიულობ, იცით? რამდენი კილო იქნება ჩემი ბარგი და ჩაეტევა თუ არა იმ იმაში, რა ქვია, ვიზი არის ის, რო აქვთ, რა ქვია, ზომები, ანუ როგორ გითხრათ, გალიას უწოდებ მოკლედ, რო უნდა ჩაეტიოს იმაში ჩემოდანი, ესე იგი, ფრენაზე მეტად მაგაზე ვნერვიულობ, საერთოდ არ მეშინია ფრენის, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე საშიში არის და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, ფრენის არ მეშინია საერთოდ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩაეტევა ჩემი ჩემოდანი იმ რაღაცა იმაში, რა ქვია, გალიაში. ხო, დააწონვას რაც შეეხება ხვალ დილას სანამ წავალთ ქუთაისისკენ, აეროპორტისკენ სანამ წავალთ, ავწონი აუცილებლად, ეხლა სასწორი არ მაქვს და დილას ესა რა ქვია, გადმოვიტან მეზობელს ვთხოვდა, ავწონი აუცილებლად და თუ 8 კილოზე მეტი იქნება, რამეს კიდე ამოვაკლებ ჯანდაბას, რა ვიცი, ისე შემეშინდა, რომ ფაქტიურად თითქმის ყველაფერი ამოვიტანე, რაც კი მელაგა რა, იმიტომ რომ ძალიან მეშინია, ანუ რომ არ გადავაჭარბო წონას. საროჩკა მქონდა ამოვაკელი, მაიკა ამოვაკელი, ხვალ თუ აღმოჩნდება, რომ იმაზე მეტი წონაა, ვიდრე უნდა იყოს, ერთ ჯინსს კიდე ამოვაკლებ, ძალიან ისაა რა, ცუდია ეგ შეზღუდვები და ზედმეტად ბევრი შეზღუდვებია და ძალიან ბევრი რაღაც არის გასათვალისწინებელი, ეხა TikTok-ზე უსმინე ყველაფერს და ის მოცუცქნული გალია რო დავინახე, რომელშიც უნდა ჩაეტიოს ხელჩანთა, ძალიან შემეშინდა, რომ ჩავატევ თუ არა ჩემ ჩანთას თქო, მაგრამ ჩავატევ. თუ არ ჩავატევ კიდე, აეროპორტში მაინც არ დავტოვებ იმ რამეს, ანუ გამოვატან იმას, ვინც უნდა წაგვიყვანოს ჩვენ ნათესავს, გამოვატან აქეთ. ზედმეტად ბევრს ნერვიულობ, თვალებზე რა მჭირს. ზედმეტად ბევრს ნერვიულობ და კიდე რა არის, იცით, ერთი ბორტგამცილებელია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ შემხვდება ფრენისას. ეგ გოგო ბორტგამცილებელი ძალიან მიყვარს ეგ გოგო. ხო და მაგ გოგო ჩაწერა, ესე ვთქვათ, ვიდეო საინფორმაციო, სადაც კომენტარებში რო ეკითხებიან ზურგჩანთის გარდა, ანუ მოსაკიდებელი ჩანთის გარდა თუ შეიძლება რომ ლეპტოპის ჩანთა წავიღოთ, ან პატარა ჩანთა, რომელშიც დამტენს ტელეფონს ჩავდებთო და ყველგან წერს, რომ კი შეიძლება, ძალიან ბევრმა დაუწერა ეგ კომენტარი და კი შეიძლებაო წერს ყველა და ჩვენ ვისაც მივყავართ, ანუ ჩვენ ვისთანაც ვიყიდეთ ბილეთი, ეგ გოგოც TikTok-ზე ძალიან ბევრ ვიდეოებს დებს, საინფორმაციოებს და ეგ წერს კომენტარებში, რომ არაო, მხოლოდ ერთი ხელჩანთის წაღება, მხოლოდ ერთი ჩანთა უნდა გქონდეთო. და მე ამ ზურგჩანთის გარდა ვაპირებ აი ამის წაღებას. აი ამის მოსაკიდებელი ბარსეტის, რომ ელემენტარული რაღაცეები ჩავდო რა. დამტენი და რაღაცეები. ხო და რა ვიცი, ხა იმაზე ნერვიულობ, რომ არ შეიძლება რომ მითხრან. დედაჩემაც ეგრე მითხრა, რომ შეიძლება ეს. მოკლედ რა ვიცი რა, თუ რამე და თუ ანუ რას ვიზავ, იცით? ესეთ რაღაცას ვიზავ, რომ ზურგჩანთა რა წონისაც იქნება, ხვალ ავწონი ზურგჩანთას. ცალკე ავწონი ამას. ყველაფერს ჩავალაგებ ამაში და ცალკე ავწონი. და თუ რამე ზურგჩანთას გამოვაკლებ, ამ ჩანთაში რაც მელაგება იმის წონას. და რო რამე მითხრან, რომ 2 ცალი სწავება არ შეიძლება, ამ გადასაკიდებელი ბარსეტკა ჩანთიდან გადავიტან იმ ჩანთაში ყველაფერს, ისე რომ არ გადავაჭარბო წონას.
რა ვიცი, ზოგისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ეს გაფრენა, გამოფრენა, ბარგის ამბები, მაგრამ მე რო პირველად მივდივარ, ძალიან ნერვიულობ, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვებია რა, იქ ჯარიმებია რა, რომ რამე იყოს ისეთი კანონდამრღვევი ან რაღაცა, ძალიან ბევრი რამეზე არის ჯარიმები საკმაოდ დიდი ოდენობის და ნამდვილად არ ვარ მაგისთვის მზად და მაგიტომ ნერვიულობ, რომ რამე ისეთი არ მოხდეს. ანუ საკუთარ თავს კი შევპირდი, რომ აღარ ვინერვიულებდი, აღარ გადავწვირთავდი ზედმეტად საკუთარ თავს, მშვიდად წყნარად წავიდოდი, მაგრამ აი არ ვიცი, პირველი ფრენა როა თან ერთი სული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მინდა ეს გამოცდილება მივიღო თვითმფრინავით ფრენის. მაგრამ თან მეშინია, რომ რაღაცა ისეთი არ მოხდეს. ანუ ფრენის არ მეშინია. არ უარყოფ ამ ამბავს. თვითმფრინავში ასვლისას პიჯვარს გადავიწერ და ღმერთი იქნება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენთან ერთად იქნება და მშვიდობით ჩავალთ, ასევე მშვიდობით ჩამოვალთ. მაგრამ აი ამ ჩანთაზე და ამ ბარგზე და წონაზე ამდენს რატო ნერვიულობ არ ვიცი. იმდენი მიწერეთ კომენტარებში, რომ აქედან რატომ მიგაქვს ტანსაცმელი და ეგეთი კომენტარები იმდენი დაიწერა, რომ ვეღარაფერი ვეღარ მიმაქვს ხალხო. სუნელები ჩავდე, ყავა ჩავდე. და რა ვიცი, 2 ჯინსი ჩავდე. მაიკა არის 1 მაიკა დევს, 1 ფეხსაცმელი დევს. всё, მეტი არაფერი, დანარჩენი არის საკმაოდ დიდი ადგილი მიაქვს გადასაღებ აპარატურას, ანუ ეგეთ შევამცირე აი ეს ნაწილები, რასაც არ გამოვიყენებდი, აი ეს ნაწილები, გადასაბმელები, რასაც ვერ გავუგე, ყველაფერი დავტოვე. აი ეს კარტი, ამის წაღება რა თმინდოდა არ ვიცი, ჯერ ეს ერთი ვინ გამატანს ამ ხელა იმას, რა ქვია, რამდენ 250 მილilitrიანს ვინ გაგატანს. მით უმეტეს დეზადორის მსგავსი რაღაცა თმისის არის. ამის წაღება რა თმინდოდა არ ვიცი. ამის წაღება ესეც ამოვიღე, სუნამოც ამოვიღე, ესეც ამოვიღე, ანუ რატო წამოვიღე თბილისიდან ამდენი რაღაცეები, ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ რა ვიცი, მოკლედ გოგო არ წაიღებს ამდენიმეებს თავის მოვლის საშუალებებს, მე რომ მიმაქვს. ხო და ისეთი არაფერი არ მიმაქვს რა, ერთადერთი რაზეც ნერვიულობ, ეგ არის, რომ ჩავეტიო წონაში და ჩავატიო ჩემი ზურგჩა და იმ გალიაში. სხვა რა ვიცი, დანარჩენი ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. წავედი ახლა, დავიძინო გემრიელად ჩემს ლოგინში, ერთ ფეხსაცმელსაც ვტოვებ, რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცას ვტოვებ რა, არ მიმაქვს ძალიან ბევრი რამე. ეხლა დავიძინებ ჩემს ლოგინში გემრიელად და დილას რა ვიცი, შეძლების დაგვარად აეროპორტშიც გადავიღებ ყველაფერს, რამდენადაც არ მომერიდება, რა ვიცი. ძალიან ბევრი ქართველი იქნება, რა თქმა უნდა და თან მე ძალიან მორცხვი ვარ, ანუ ხალხმრავალ ადგილას ძალიან მერიდება ვიდეოს გადაღება. მაგრამ რაღაცას ვიზავ რა, პატარ-პატარა კადრებს გადავიღებ, რომელსაც ჩაგისვავთ მერე ცალკე ვიდეოში. რად ყველა ნერვიულობდი, ჩემი ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი და ნახეთ ხალხო. 4 და 940. 5 კილო. ანუ 2 კილო რაღაცის დამატება კიდე შემიძლია, მეტი რა უნდა ჩავდო, ამ ჯინს ჩავდებ ერთს ჩავდებ, ერთს მოკლე მკლავიან მაიკას, რასაც ვიცმევის ჩანთაში არ მიდევს. ყველად ნერვიულობდი თურმე, რა ვიცი, იმ სიმძიმე მეგონა, რომ მეთქი ძალიან ნერვიულობდი და ეხა ვითხოვე მეზობლისგან სასწორი და
თურმე 5 კილო ყოფილა, მეტი არ ყოფილა. ეხა დავრეკავ და 1 კილოს დავიმატებ რამეს ნათესავისგან, თორე იმას ჭადის ფქვილი მიაქვს, ყველი მიაქვს რაღაცა და ძალიან ბევრ წონაზეავა და ფული რატო უნდა გადავიხადოთ, ტყუილა ვეტყვი, რომ 1 კილოს მე დავიმატებ ჩანთაში. 5 კილოა ეს და რა ვიცი, ერთ შარვალს ჩავდებ, ერთ მაიკას მაგირას მოამატებს და ესა 1 კილოს დავიმატებ კიდე.